ბატონო კახი, მოგესალმებით და ვაცნობებ ჩვენს მაყურებელს, რომ ჩვენი სტუმარია ბატონი კახი ფაჩოშვილი, გორის სახელმწიფო თეატრის მსახიობი და თეატრის მუზეუმის გამგე. ბატონო კახი, ჩვენ დღეს ასე ვთქვათ, ახალი გადაცემის პრეზენტაციაზე მოგიწვიეთ. როგორც იუმორის ერთ-ერთი დამფასებელი და გულშემატკივარი. დიდი მადლობა. თავადაც არაერთი იუმორისტული როლის შემსრულებელი სცენაზე, რა თქმა უნდა. მოგესალმებით. იუმორი, ღიმილი ყოველთვის სჭირდებოდათ ადამიანებს. ასე იყო ისტორიულადაც. ის მათ განსაკუთრებულ ძალას მატებდა, უხალისებდა ცხოვრებას. ცნობილია ისტორიიდან, რომ საფრანგეთის მეფემ ლუი მე-14 მარილის ფასი გაზარდა. ეს სახელმწიფო მონოპოლია გახდათ მარილზე და იკითხა, რა რეაქცია მოყვა ამას ხალხში. რას ამბობს ხალხი? კითხა ქვეშევრდომებს. დიდი უკმაყოფილებაა ხელმწიფე მოახსენეს. მოუმატეთ ძანა მეფე. ახლა რას ამბობს ხალხი? შფოთია ხალხში უთხრას. კიდევ მოუმატეთ ძანა ხელმწიფე. ახლა ძვინვარებს ხალხი დიდო ხელმწიფე. კიდევ მოუმატეთო. და როცა ბრძანა მეფე, ახლა რას ამბობენ უთხრა? იცინიან, დაქცინიან დიდო ხელმწიფე. აი ეს იყო უკვე სიცილის და იუმორის ძალა. მოგესალმებით, რომ ქართლში, გორში საკმაოდ არიან ადამიანები და იყვნენ ადამიანები, რომლებიც გამოირჩეოდნენ იუმორის ნიჭით, ასე ვთქვათ, კოლორიტული ფიგურები, რომელთაც თავიანთი ლაღი, უშუალო იუმორით სიხარული მოჰქონდათ ადამიანებისათვის. თქვენ მათ იცნობთ, ბატონო კახი და იცნობთ დღესაც. პირველი შეკითხვა ასეთი იქნება. აი სიცილის მეფის გვირგვინი რომ არსებობდეს. იყო ასეთი, თქვენ გახსოვთ ტოტო, მაგრამ მე რომ გითხოთ, მე ძალიან დიდი სიამოვნებით ყველა დროის სიცილის მეფის გვირგვინს დავადგავდი ალბათ ჩარლი ჩაპლინის, მაგრამ ეს მათის საქმეა. აი რომ ყოფილიყო ქართლში, გორში, ასეთი თქვათ ტიტული, დაუშვათ თუნდაც არა მეფის, არამედ გრაფის, ჰერცოგის, თავადის. აი თქვენ ვის მიანიჭებდით ამ ტიტულს? მე გოგი მეყანძიშვილს, მე მეორე ფიგურას ასე ნამდვილ კოლორიტს ვერ ვხედავ და აი რატომ? მოსკოვშია ბატონი გოგი ტროლეიბუსში ვიღაცა ქალმა ფეხი დაადგა და თან პრასიცეო ბოდიში მოუხადა. გოგი მიესალმა ზრაშიძე. სად მისვლა მკვდარჯალობა? ეს ერთი შემთხვევა და ასეთი უთვალავი იქნება. ოპერაში ჩასულები არიან თბილისში, სპორტული ღონისძიება ტარდება და გორელები. და იქ წამოიწყეს საუბარი ის გარშემო, ოპერის ბილეთები მოიტანეს და ნაკლებია ცოტა ყველას არ გვეყოფა და გოგის სპეციალ დასმენინებენ. გოგი მე კი არ გავამბობ, ბიჭო. რა თქმა უნდა, არ გამოტოვეს და კი, არა, გოგი როგორ წაიყვან შენსა. წაიყვანეს. უყურებს იარუსიდან პირველ მოქმედებას. დამთავრდა პირველი მოქმედება და ჩამოვიდა გოგი თავის სამხრეთთან ერთად დაბლა პარტერში. ახლა იქ ყველა საინტერესებს გოგის რა სიტყვის და გოგის კითხეს, გოგიო რა სიტყვიო და რა ვიცი კაცო, იქ არის სიმღერა და ეს გადამკიდებია, ჩავიდეთ დაბლა, იქიდან იქ გავიგოთ. ახლა ასეთი შემთხვევები უთვალავი იყო გოგის ცხოვრებაში და ყოველ წუთს ნემღეთად შემხვდა ერთხელ, ალბათ გარდაცვალებამდე ორი კვირით ადრე და კითხა, მივესალმეთ ერთმანეთს და მკითხა როგორ ახარო, ცოცხალი ვარ, მე თქვა, ვა, მართლა ცოცხლები ვართ, აი მეტი არაფერი. ესე იგი, უბრალოდ ის კაცი იმ კაცში იყო იუმორი, ესე იგი, არავითარი განვითარება არ უნდა. უბრალოდ თვითონ იყო ის კაცი იუმორის, აი ძალიან დიდი მატარებელი და ყოველ ნაბიჯზე აფრქვევდა მის თავის იუმორს. შემიძლია დაგეთანხმოთ, ვიცნობდი მე იმ კაცს და მე მგონია რომ აი მისი წასული ძალიან ბევრი რამ დააკვდა ადამიანებს. უდროოდ წასული ბატონი გოგის ამ ქვეყნიდან. ნამდვილად. ეს იყო ჩემის აზრით უშუალო ბავშვურ გულუბრყვილობამდე ადამიანი, რომელიც თავისი ცხოვრებით ქმნიდა იუმორს. აი მისი მოქმედება იყო და მისი საქციელი, მისი საქციელი, რომელიც ქმნიდა იუმორს და მე ეს უკვე ხალხში ვრცელდებოდა და ზოგჯერ ემატებოდა კიდევაც და უთქვამს ზოგს მე მომაწერელი, მაგრამ იცინო მოხდას და აი იყოს ეს ჩემზე მოწერილი. ბატონო კახი, თანმიმდევრობით გაგაცნობთ მე შეკითხვებს,
რომლებსაც ჩვენ მომავალში მივცემთ იმ ადამიანებს, რომლებიც ჩვენი სტუმრები იქნებიან და რა კი პირველი დარტყმა თქვენზე აიღეთ თქვენ როგორც თავალისმცემელ იუმორისა მე ვთხოვთ რომ თქვენ უპასუხოთ ამ შეკითხვებს თუნდაც იმიტომ რომ სხვებისთვისაც გახდეს აი ნარხელი რაზე გვექნება მომავალ გადაცემებში საუბარი და როგორც ჩემი თანამოაზრე აი ასე მინდა ვთხოვოთ დღეს პასუხი ამ შეკითხვებზე მესმე აი პირველი შეკითხვა ასეთია რომელიც გამიზნული გვაქვს ჩვენი რესპონდენტებისათვის რა არის თქვენთვის იუმორი ჩემთვის იუმორი სიცოცხლის აუცილებლობა როგორც ჰაერი როგორც წყალი აუცილებელი ადამიანისთვის ჩემთვის აუცილებელია იუმორი და რატო თუ ადამიანს იუმორის გრძნობა არ აქვს მას შეუძლია რომ არც კი ჩათვალოს თავი ადამიანები რაც ის არ მიმაჩნია ადამიანი და იმას ძალიან რთულია ადამიანს არ ჰქონდეს იუმორის გრძნობა და იყო კეთილი და თუ კეთილი არ ახარ აი იუმორზე ლაპარაკი უკვე მეზედმეტი მგონი გეთახმებით ალბათ ეს არის ღირსება ის აუცილებელია ღმერთმა აჩუქა ადამიანებს და ადამიანის განმასხვავებელი ნიშანიც ალბათ სწორედ ეს არის რომ მას გააჩნია ეს გრძნობა რომელსაც ყოველთვის იყენებდა და იყენებს და ის აი ქართველი ხალხი თავის ცხოვრების მანძილზე ალბათ გადაარჩინა სწორედ აი იუმორის ნიჭმაც იმ ხმალსა და ჯვართან ერთად ერთად ალბათ ჩვენი ქვეყანა იხსნა ამას რომ შეეძლო გაჯეროდეს იუმორით გამოეხატა თავისი დამოკიდებულება ცხოვრებასთან ალბათ ასე მე ასეთი კითხვა მაქვს და მეჩვენება რომ რა თქმა უნდა ადამიანთა სხვადასხვა კატეგორია სხვადასხვანაირად იცის არსებობს სხვადასხვანაირი სიცილი ეს ცნობილი ადამიანებისათვის აი თქვენ რას ფიქრობთ რაზე და როგორ იცინიან ადამიანები აკლასიფიკაციას მისცემთ აი მაგალითად არსებობს ვიცი არსებობს ბოღმიანი სიცილი შეიძლება მითხრათ ბოღმიანი თუ სიცილია ბოღმიანი როგორი ეგეთიც არსებობს ასეთი სიცილი განცინავი სიცილი შეურაცხმყოფელი სიცილი მასხარათამგდები სიცილი და არსებობს კეთილი ნამდვილი ადამიანური სიცილი აი ასეთი სიცილით იცინოდა მაგალითად გიორგი ლეონის სასაული კაცი იმას შეეძლო მთელი სხეული კი არ ეცინა ეხარხარა მთელი სხეული და იმას ჰქონდა ამის უფლება მე კახეთში ვიყავი თელავში კერძოდ და მოვიდა წერილი რომ მიღაც მოხელე ბიჭი აბარებს გამოცდებს მისაღებ გამოცდებს და მიეხმარეთო და აი ამ ამბებს დაემთხვა უკვე იმავე დღეს კინაღამ ნახევარსაჯი უკვე გამოცხადა რადიოში რომ გიორგი ლეონიძე გარდაიცვალა ესე იგი რატო ვამოფამას ახლა იუმორთან შეიძლება კავშირი არ აქვს ადამიანობასთან არის ის სიკეთის შექმნილაცი იყო და აი იმან ბოლო სიტყვას ისევ კეთილი ისევ ადამიანური აი სიცილის მომგვრელი სიხარული სიცილის მომგვრელი იმის რომ გავიგერო გარდაიცვალა და თან აი ეს წელი სხვათა შორის საბედნიეროდ მე წავიკითხე ჩემი მეგობარი იყო იქ რექტორი წავიკითხე ეს წელი და ძალიან გამეხარდა რომ არსებობენ ის ადამიანები რომელთაც სხვის სიხარული შეუძლიათ სიცილის ღიმილის ამობენ სიცილი ჭკუის მხიარულებაო გულის მხიარულება კი ღიმილიაო შეიძლება ასია მაგრამ მოდით გავაერთიანოთ ორივე ღიმილი და სიცილი ნუ მოგვიშალოს ღმერთმა და სულ სამხიარულს კარგად ქონოდეს საქმე საინტერესოა რომ ადამიანთა უმრავლესობა აბსოლუტური უმრავლესობა ერთხელ მაინც თუ მრავალჯერ არ ვარდება იუმორისტულ მდგომარეობაში იმიტომ რომ ცხოვრება თვითონ ასე არ არსებობს ცხოვრება მხოლოდ ტკივილით არ არსებობს მხოლოდ ღიმილით და სიცილით ყველა ადამიანს ალბათ რაღაც იუმორისტული ეპიზოდის შემთხვევია ცხოვრებაში გადახდენია ასეთი ეპიზოდი აი თქვენ თუ გაიხსენებთ რაიმეს კახი ფაჩოშვილი იუმორისტულ ეპიზოდს თქვენი თუნდაც თქვენი მეგობრის ცხოვრებიდან აი ასეთი შემთხვევა მახსოვს ერთი კოლეჯის მოწაფე გოგონა მოვიდა ჩემთან და ინტერვიუ მთხოვა თეატრში მე უთხარი მე ის კაცი არა ვარ ახლა ინტერვიუ მოგცეთ მე ისეთი არაფერი გამიგეთებია რომ გამოვუდგე ამ როლისათვის
უხერხულობაში ჩავარდა, ის გქონდა ბოლოს გამომიტყდა, რომ მიხვდა რომ უარს ვამბობ. და გამომიტყდა რომ ლექტორმა დაავალა უშუალოდ ჩემთან, ჩემგან აეღო ინტერვიუ და უხერხულობაში რომ არ ჩამეგდო ის. ისევ მე ჩავარდი უხერხულობაში და უთხარი, კითხეთ რა კი ასეა, რა კი ასე ჭირდება და თქვენ საქმეს ასე. კითხეთ, მხოლოდ როცა დაბეჭდავთ ამ წერილს, მინდა მომიტანო 2-3 წელი მაინც რომ როგორც თეატრიც, ასევე საკუთარ არქივში მქონდეს ესეი, რა თქმა უნდა შემბირდა. შეკითხები მომცა ამ გოგონამ, გავიდა რამდენიმე თვე, ეს გოგონა ჩემთან აღარ გამოჩენილა, არც გაზეთი მოუტანია რა თქმა უნდა და 2-3 თვის მერე მოდის ისევ ჩემთან. მოდის და რაღაც შეკითხებს მიმატებს. ვკითხე რა ბედი ეწია იმ გაზეთს და დავბეჭდეთ, მაგრამ სულ 10 წელი დავბეჭდეთ და ის თბილისში გავგზავნეთ მთლიანად, არც ერთი არ აგვაქვს, ჩვენაო რემონტია ჩვენთან ინსტიტუტში და იქ გავაკარით. რა თქმა უნდა არ დავიზარი, ავედი და რემონტში ჩამოხსნია ეს ყველაფერი და ახლა იმაში ვინიპოვის იმ ერთ გაზეთს სად არის. რა თქმა უნდა გაზეთი ვერ ვნახე. და ეს გოგონა შეკითხებს მასებს კიდე მიმატებს. ხო და მე გავიდა რამდენიმე ხანი და ვაპირებო გაგეთებას კიდევ და თუ შეიძლება, გავიდა რამდენიმე ხანი და მომიტანა გაზეთები. მე ვხარე ხო არ გეწინება თუ თქვენთან ერთად გადავხედო და თან პირველად რო წელი მომიტანა მე. მაშინ რომან მითხრა ნახე ის შავი, რას წერს იმაში წერია. რესპუბლიკის დამსახურებული არტისტი კახი ფაჩოშვილი, მე ვხარი მაშინ წერა უშარე, მე ესოდება არა მაქვს. როგორ შეიძლება გასულ? ორჯერ გადავუსი ხაზი და უთხარ რომ ეს არა, მას როგორ წარგადგინოთ? უთხარ წარმოადგინეთ რომ მე ის კაცი ვარ, რომელიც ინტერვიუზე უარს ამბობს და თქვენ აქ გჭირდებათ. ინტერვიუს გაძლევთ, მაგრამ არ ვთვლი ჩემ თავს ღირსად რომ ინტერვიუ მოგცეთ. გავიდა რამდენიმე ხანი, ეს გოგონა მოვიდა ჩემთან, მომიტანა ეს გაზეთები როგორც ვითხარი, შემდეგი უკვე გაზეთში ქალაქის ერთ-ერთ გაზეთში დაბეჭდი, რომელშიც საინტერესო დასაჭიროა და ხო არ გეწყინება რომ წავიკითხო. გავიწყე სათაური ასეთი აქვს ამ წერილს. კახი ფაჩოშვილს თავის თავზე ლაპარაკი არ უყვარს. პირველი ფრაზა ასე იწყება. რესპუბლიკის დამსახურებული ტირე სახალხო არტისტი კახი ფაჩოშვილი, ვთქვი, მე დამსახურებული წარიშალე და სახალხო მიაღწია, მე მგონი სოფლიო თეატრალურ ისტორიაში ასეთი წოდება არც ერთ მსახიობს არ აქვს და თქვენ მარტო მე მომაწინჭეთ, გინდათ თუ არ გინდათ, ეს შერჩა გაზეთს და ახლა იმის კიდე ცოტა შავ, ვინ მიაკრავს მეორე ფუნქციოსო ის აღარ არის. ესე იგი, აი ესეთი და მე ძალიან მგონია რომ ეს ძალიან კურიოზული და ალბათ განუმეორებელი შემთხვევა, მეორე ალბათ ასეთი. ყოველ შემთხვევაში, მე ასე მგონია. მე გისურვოთ რომ აი ერთის და მეორეს მიგებოთ თქვენ ამ რაც წინასწარმეტყველად იმ გოგონას. ეხლა შემდეგი შეკითხვა ასეთია. დიდი მადლობა მაინც. ყველას ყავს თავისი, ასე ვთქვათ, კუმირი, როგორც ამბობენ იუბორშიც მათ შორის. აი ადამიანი, პიროვნება, რომელიც თქვენს მუდმივ ღიმილს იწევს. ბატონო. ნოდარ დუმბაძე, სხვას ვერ ვარაუდობ, ყველა სხვებიც ვიცი, ადრინდელი და შემდეგიც, მაგრამ რა მოგახსენოს სხვას ვერ ვიტყვი და რატომ? მას შეუძლია სიცილი ტირილში მოგვაროთ და პირიქით ტირილში მოგვაროთ სიცილე, მაგრამ მოწმე იმისი, როცა სესილია თაღაიშვილი ბებიას თამაშობდა, იმას ჰქონდა გაკეთებული როგორ ხვდება და ეუბნება ირიკოს და ილარიოს ეკურცხალი მოიწმინე და ისე იხუმრეო და იმას შეეძლო აი ამ ტირილში თუ შეიძლება ხალი ხვდება თავის შვილიშვილის გაისტუმრა გადის შვილო ეხლა სადი გაისტუმრა და კვდება მაგრამ ტირილს იწევს იმ ტირილს რომელიც ცრემლამდე მიდის სიცილის ცრემლამდე და არასოდეს არ ტოვებს დუმბაძე თავის ნაწარმოებში არაფერში რომ აი სადღაც რაღაც უკმარისობის გრძნობა სიცილისა შეიძლება ტირილიც გამოიოს მაგრამ ძალიან თბილად ძალიან კარგად მე არ მინდაო და შენ არ გინდა სოსოიას უნდაო ეუბნება რომ გაგაცილოსო მერის ეს ასეთი იუმორის მქონე
მე არ მახსოვს ის კი არა მან სასაუჟა მეუთხრა თავის მეუღლეს სიკვდილის წინ რომ ჩემი სიკვდილის შემდეგ 10-მდე ქალი მოვა თმებს გაიწეტავენ იტირებენ იღრიალებენ და შენ არაფერი უხერხულობაში არ ჩაიგდო თავი და არ ჩამაგდო არ შემარცხინო არ იტირო გავიდა დრო 1 2 3 5 და მეხუთე დღეს ეს დედა თავის გოგონას ეკითხება აბა სად არიან ქალები თურმე ეს მთელი კვირის მანძილზე თურმე ეს ცოლი ღელავდა იმაზე რომ ის ქალები მართლა მოვლენ ეს სიკვდილიც კი აი სიცილით გაატარა ნოდარ დუმბაძე და სასწაულის შემთხვევა სიზმარში ნახა დედაჩემმა ერთხელ რომ ვიღაცა ცოლი უნდა შევირთო ნოდარი უთხრა დედაჩემსო გოგონა წერს დუმბაძის და ერთი კვირა დედაჩემი სასაფლაოზე აღარ წასულა გაებუდაო კოდარს აი ის ეხლაც მომდის შემი მაგრამ იმისი რომ ამოდენა იუმორი ხონდა უთვალავი რომ დღესაც აი იქიდან დღესაც მეცნობა სრემლიანი თვალებით მეცნობა დუმბაძის აი ყოველგვარი ზომა გადაჭარბებულ უზომო თქვენ ის ემოციურად აღწერეთ ბატონო კახირო ეს იშვიათია იმედელად ნახე ასე გამოხატვა ნოდარ დუმბაძის გეთანხმებით რომ მისი თელი შემოქმედება ეს იყო ადამიანის უმაღლესი გრძნობების გამოხატულება რაც არ არსებობს არა მარტო ტრაგედიის არამედ კომედიის გარეშე ორივე ერთად ასეთია მისი რა თქმა უნდა ჩვენ ცხოვრებაში ძალიან ხშირად ხვდებით ანეკდოტებს საყვარელი ანეკდოტებიც არსებობს აბა იქნებ თქვენი საყვარელი ანეკდოტი გაიხსენოთ რა თუნდაც წარსულის თუნდაც თანამედროვე აი ერთი კაცი ძალიან ნასვამ მდგომარეობაში მყოფი დგას ქუჩაზე და ხელში გასაღები უჭირავს ანყარებს თავს ვერ იკავებს ბიჭო გაოცებული რჩევა ვინც გამოიარა ეს კაცი არაფერს არ არც მიდის არც მოდის და გასაღები უჭირავს თან ესე დამზეი რაღაცას უყურებს კითხეს რაშია რა მოხდაო და ქვეყანა ტრიალი აი ჩემი სახლი რომ ჩამოივლის უნდა ვატაკო მე მაგათა ძალიან მომეწონა ეს ისა და მეორე თუ საჭირო იმასაც ვახსენებ ქართლები იმერელი და კახელი ერთმანეთს შეხვდნენ და იყვეხის იმერელი რომ იმან თავისი ცოლი დასასვენებლად გაუშვა ახლა ქართლელი რათა ჯობინებს იმერელს და უბრალოდ მეც გაუშვი ჩემი ცოლი დასასვენებლად იცუნდაში ასე კი არ არისო როგორიაო და თან იმერულად უქცევს ეს ქართლელი აი იმის გასაჯავლებლად მე უფრო კარგად ვიდა შენსთან გაგიგზავნია ეს არ არის კახელი გაბუსუნებულის გაზახმას არიღებს კითხეს შენადო ხმას არიღებო და მე ჩემთვის შავი ირთე უპასუხა მე მაგათა ძალიან მომწონს ეს ანეკდოტები და ბატონო ჩვენი მომავალი რესპონდენტებისათვის ახლა თქვენი დატვირთვა არ მინდოდა ამით მაგრამ მოდი მაინც ცნობისათვის რომ იცოდნენ რა სკილი გვაქვს ჩვენი გადაცემის ასეთი იუმორისტულ ანონსთანაც ვაწყობთ ჩვენ და თქვენც მოგცეთ თუ ამის ნებას მოგცეთ პირადად შეიძლება აი თქვენ თამაშობთ თოვლის პაპას სცენაზე დიახ ხო თამაშობთ თოვლის პაპას და დაბლიდან მოგესმათ ხმა გიცნოთ თქვენმა შვილიშვილმა დიახ ანუ შვილმა და იქიდან გიყვირით კახი პაპა სნიკერსი გააქვს თქვენი პასუხი როგორი იქნება მაქვს რომ დამთავრდება მოგართმევ და წაუსნიკერსე მეთქი ვეთქვი იმან თვითონ წაუსნიკერსე ყოველ გონიათ შემთხვევა ასეთი რომ დაეცახა ვინმე სან სცენაზე ყოფილიყო ბავშვებთან აი ასეთი შემთხვევა მქონდა ბატონო ვასო ჩემი გოგონა 5-6 წლისაა და ცირკი თოვლის პაპა ვარ წავიყვანე რა თქმა უნდა ჩავაბარე დავსვის სკამზე და უთხარი მე რო ვიტყვი თოვლის პაპა რო იწვის მე კი არა იმას არც კი მეუნები რომ მე ვარ თოვლის პაპა თვითონ თუ მიხდება მიხდეს შავკი ხო და როცა მოვიკითხავ რომ თქვენ ბავშვებო ვინ ისწავლათ ახალი ლექსიან სიმღერა გადმოხდით და მითხარით და შენ ამას რო ვიტყვი არ გადმოხვიდე მეთქი დავიწყე თუ არა ამ ფრაზის თქმა ჯერ დამთავრებული არ ამახო ჩემი გოგო უკვე ჩემ წინ დგას ასე კარგად დაგიჯერა რა თქმა უნდა მე ის კარგად ვაწვალე რამდენჯერაც თუ მიკროფონს როგორი გამწარებული მე ვმალავ
ის კიდე როგორ დაძდევს შენ მიკროფონს, რამდენჯერაც ახლოს მოვა სხვას ვათქმევინებ ლექს. აქედან რომ დამთავრდა, მე გადავალ სხვაგან, ეს გოგონაც ჩემი გოგონაც დამდევს უკან. მე იმანიშის რომ თუ რამე უხარია იმას ვაკეთებ და დღეს წინააღმდეგი ვარ ამის უპასდები. ვერც კი დაუჯერები ალბათ, მე ვარ თუ ვიღაცა ის არასაყვარელი თოვლის პაპა, რომელიც ასე აწოდებს. რამდენიმე ნახტომი გავაკეთე. ალბათ 20-ოდე ბავშვს ვათქმევინე ლექსი, სანამ სულ არ შევაცოტავე, ერთხელ გადავხდი, მომდევს ეს ბავშვი. აქედან წამოვალ, აქეთ მერე ცოტა ტემპსაც მოუმატე. თოვლის პაპისთვის შეიძლება არა დამახასიათებს, მაგრამ აუცილებელია ამ დროზე მჭირდება ესა. თანა შეუწყობილი ურჩევი გასულ, ხოვე. არ მიხვიდე, მოხვიდე. არ მოხვიდე პირველი რას. კარგა ხანს ვაჭვალე, რატო ერთი ალბათ რამდენიმე კილომეტრი გავაკეთები ამ ბავშვს, შეიძლება არენაზე კილომეტრები გავაკეთოთ და მე ყველაზე გვიან იმასაც ვათქმეინე, რა თქმა უნდა, იმისი სულის დავაგმაყოფილე, ვათქმეინე ლექსი და მე სხვათა შორის აი ეს საუბარი, აი აქ ახლაც არ მინდა და თუ მისმენს, ახლა მიპასუხოს. მე იმისთვის საყვედური არ მithქვამს. რად გააკეთა ესე იგი, ეთყობა ბავშვი გადმოხდა თოვლის პაპასთან თუ ჩემი გოგო ჩემთან. აი ეგრე გააკეთა. ერთად მინდა მაინც გირჩიო და გთხოვოთ. აი ეხლა მაინც და იმ ბავშვს სნიკერსი გაიგონებს ახლა ეს რომ სნიკერსი არსებობდა უკიდე როცა აქედან წახვალ. საახალწლოდ უკიდე. აუცილებლად. ბატონო კაცი, ჩვენი გადაცემა დასასრულს უახლოვდება და არის ესეთი ჩვენა გათვალისწინებული გვაქვს 7 შეკითხვა და ეს მე-7 შეკითხვა. აი ცნობილი ფრაზაა ასეთი, იცინის ის, ვინც ბოლოს იცინის. აი თქვენ როგორ განმარტავდით და ამით ჩვენი გადაცემა გვინდა დავასრულოთ. მე მაგალითად ვფიქრობ, რომ იცინის ის, ვინც სუფთად იცინის, არ იცინის დამცინავად, არ იცინის აი ესე შეურაცხმყოფელად, აი ბოროტულად არ იცინის, არ ცდილობს, რომ ვინმე თავისი სიცილით დაამცინოს. ესე იგი ვიცინოთ კეთილის სიცილით. ულაპარაკო. ჩვენ ცხოვრებას შევხვდეთ კეთილის სიცილით, იმ ტკივილებსაც, იმ პრობლემებსაც, რომელიც არსებობს კეთილის სიცილით, გაუძლოთ ყველაფერს იმას, რაც არის და უსურვოთ ადამიანებს, მალე ახალი წელი ახლოვდება და უსურვოთ ადამიანებს, რომ ცხოვრებაში შემხვედრი კეთილის სიცილის შეხვედროთ.